მოგესალმებით, თქვენ უყურებთ წლის შემაჯამებელ Tech Informs. დღეს ვისაუბრებთ ყველა იმ უმნიშვნელოვანეს ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სიახლეზე, რომელიც 2025 წელს მოხდა. 2025 წელი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური კომპანიების დომინაციის წელი იყო. ხელოვნური ინტელექტის ბუმის, მონაცემთა ცენტრების რაოდენობის რეკორდული ზრდის და კოლოსალური შემოსავლების მიღების ფონზე ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ყველანაირ მოლოდინს და რეკორდს გადააჭარბეს. წლის უდავო ლიდერი NVIDIA იყო, რომლის საბაზრო შეფასებამ რეკორდულ 4 ტრილიონს, შემდგომ კი 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ასეთი სწრაფი ზრდა ისტორიაში არც ერთ კომპანიას არასოდეს ჰქონია, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მთელი AI ინდუსტრია დღეს სწორედ Jensen Huangის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები სწორედ მასთან იყო დაკავშირებული. წინა კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად 4,3%-ით გაიზარდა, რაც მთელი 1,1%-ული პუნქტით მეტი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე. ერთი შეხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის ასეთი მკვეთრი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადად იზრდება, თუმცა დეტალურ მონაცემებზე დაკვირვება განსხვავებულ სურათს გვიხატავს და მკაფიოდ ვხედავთ case ფორმის ეკონომიკურ ზრდას. ანუ აცდენას საშუალო და მაღალ ფენებს შორის. საქმე ისაა, რომ ამერიკის ეკონომიკის თითქმის 40% ტექნოლოგიურ კომპანიებზე და AI სტარტაპებზე მოდის, ანუ რეალური ეკონომიკური ზრდა არა ბიზნესების და მომხმარებლების, არამედ 10-მდე გიგანტური კომპანიის და რამდენიმე სტარტაპის მიერ არის გენერირებული. თავად ამ ზრდის უდიდესი ნაწილი AI ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებზე მოდის, რაც მონაცემთა ცენტრების მოწყობას, ცირკულარულ გარიგებებს და NVIDIA-ს ჩიპების რეკორდულ შესყიდვებს უკავშირდება. რატომ არის ეს პრობლემა? საქმე გვაქვს ექსტრემალურ კონცენტრაციასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტალის უდიდესი ნაწილი და ეკონომიკური გამომუშავების ძირითადი სიმძლავრე 10-მდე კომპანიაშია კონცენტრირებული, რაც ორ პრობლემას ქმნის: უთანასწორობას და დამოკიდებულებას. მართალია, თუ ტექნოლოგიური გიგანტები AI რევოლუციით სარგებელს მიიღებენ, ამით მათი ინვესტორები შესაბამისად იხერებენ, თუმცა ეს სარგებელი მოსახლეობაზე პროპორციულად არ გადანაწილდება, რაც უთანასწორობას უფრო მწვავე პრობლემად აქცევს, ვინაიდან მოსახლეობის ტოპ 1% უფრო მეტი აქტივის და სიმდიდრის აკუმულირებას შეძლებს. მეორე საკითხი კი დამოკიდებულებაა. თუ კი ტექნოლოგიური გიგანტები შეცდებიან და AI იმედებს ვერ გაამართლებს, ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ფინანსურ დარტყმას მიიღებს, რომლის თავიდან არიდება და რომლისგან დივერსიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელია. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკელების და გლობალური ფინანსური სისტემის ბედიღბალი ამჟამად NVIDIA-ზე, Microsoft-ზე, Google-სა და OpenAI-ზეა დამოკიდებული, რაც ერთდროულად წყევლადსაა და წყალობაც. NVIDIA AI ჩიპების მწარმოებელ სტარტაპ Groq-ს რეკორდულ 20 მილიარდ დოლარად ყიდულობს. ეს გარიგება NVIDIA-ს არსებობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი შენაძენია, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს 2019 წელს Mellanox-ის 7 მილიარდ დოლარად შესყიდვის ტრანზაქციას. ხელშეკრულების ფარგლებში NVIDIA მიიღებს წვდომას Groq-ის უნიკალურ ტექნოლოგიაზე, რომელიც სპეციალიზებულია AI ჩიპების წარმოების პროცესზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოდელების მუშაობის სისწრაფესა და ეფექტიანობას მკვეთრად ზრდის. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ფორმალურად არა კომპანიის სრულად შთანთქმას, არამედ ტექნოლოგიების ლიცენზირებასა და საკვანძო კადრების გადაბარგებას გულისხმობს. საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის საკუთრებაში არსებული GIP დატა-ცენტრების მფლობელ Align Data Centers 44 მილიარდად შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა გაასაჯაროვა. BlackRock-ის შვილობილი კომპანია Global Infrastructure Partners-ი ინფრასტრუქტურული სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. თუ ორ მხარეს შორის შეთანხმება წარმატებით დასრულდა, ეს იქნება AI-ზე გათვლილი დატა-ცენტრების შეძენის კუთხით ბოლო წლების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება. Align-ის შეძენის შემდეგ GIP სექტორის მსხვილი მოთამაშე გახდება და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს დატა-ცენტრების ბაზარზე, რაც აჩენს მოლოდინს, რომ
უახლოეს მომავალში არაერთი მსხვილი ტექ კომპანია დაინტერესდება მასთან თანამშრომლობით. თავად Aligned-ი ენერგოეფექტური დატა ცენტრების შექმნითაა ცნობილი. სწორედ ამან შეუწყო ხელი ბოლო პერიოდში მის სერვისებზე მოთხოვნის ზრდას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც GIP-ს და არც Aligned Data Centers მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურად არაფერი არ გაუსაჯაროებია, თუმცა Bloomberg-ს წყარო ეუბნება, რომ ერთობლივი განცხადება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. Aligned-ის შეძენაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ცხადყოფს, თუ რამდენად დიდია უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების დაინტერესება იმ ინფრასტრუქტურის მიმართ, რომელზეც დღეს AI-ის განვითარება დგას. პლანეტის უმსხვილესი სტარტაპი OpenAI საფონდო ბირჟაზე დებიუტისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, Sam Altman-ის კომპანიას ამბიციური მიზანი აქვს, რომლის მიხედვით ChatGPT-ის შემოქმედის კაპიტალიზაციამ IPO-ზე რეკორდულ $1 ტრილიონ უნდა მიაღწიოს. თუ კი ეს მოლოდინები გამართლდება, OpenAI ყველა არსებულ რეკორდს მოხსნის და დებიუტის დღეს პირდაპირ ტრილიონიანი კლუბის წევრი გახდება. ამჟამად კომპანიის შეფასება $500 მილიარდი ფარგლებში, ანუ მისი კაპიტალიზაცია IPO-მდე უნდა გაორმაგდეს, რაც რთულად წარმოსადგენელი არ არის, რადგან საჯარო განთავსებას კომპანია 2027 წლის დასაწყისში გეგმავს. იქამდე კი რამდენიმე ახალი სერვისის დანერგვა და ChatGPT-ის შესაძლებლობების დრამატულად გაზრდა არის დაანონსებული. თუ კი Altman-ის ეს მოლოდინი გამართლდება, მაშინ Microsoft-ის წილის შეფასება $270 მილიარდ მიაღწევს, რადგანაც ის ამჟამად OpenAI-ის 27%-იანი წილის მფლობელია. შესაბამისად, OpenAI-ში ინვესტიციის განხორციელებით Microsoft-ი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საინვესტიციო სარგებელს მიიღებს. OpenAI-ის დამფუძნებელი და Apple-ის ყოფილი დიზაინერი ახალი თაობის AI მოწყობილობას 2027 წელს წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, Sam Altman-ი და Johnny Ive რევოლუციურ მოწყობილობაზე მუშაობენ, რომელიც smartphone-ების ჩანაცვლებას შეეცდება. უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი და არც ის ვიცით, რა ტიპის მოწყობილობა იქნება ეს. სათვალე, სამაჯური თუ პინი, ზუსტად ვიცით, რომ ის არ იქნება საათი. ამჟამად მხოლოდ ის ვიცით, რომ მის შექმნაზე პლანეტის საუკეთესო დიზაინერები და ინჟინრები მუშაობენ, რომელთაც თავი Ive-მ და Altman-მა კომპანია IO-ში მოუყარეს. თავად Ive-ის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის მიმართულებით, რადგან 2019 წლამდე გამოშვებული Apple-ის თითქმის ყველა პროდუქტი სწორედ მის მიერ იყო შექმნილი, მათ შორის iPhone-ი, MacBook-ი და iPad-ი. Sam Altman-ის განცხადებით, AI მოწყობილობა ტექნოლოგიურ სამყაროში ახალ ეპოქას დაიწყებს, რომელიც შემთხვევით თუ მიზანმიმართულად ზუსტად ემთხვევა 2027 წელს, ანუ iPhone-ის 20 წლის იუბილეს, რომლისთვისაც Apple-ს განსაკუთრებული ვერსიის iPhone 20-ის წარდგენა აქვს დაგეგმილი. წელს Tesla-ს შეფასებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს $1 ტრილიონ 650 მილიარდ მიაღწია. წლის დასაწყისიდან დღემდე Elon Musk-ის კომპანიას 30%-იანი ზრდა აქვს, ხოლო 5 წლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი 120%-ს აღწევს. რეკორდული ზრდის მიუხედავად, წინა კვარტალში კომპანიის მოგება 37%-ით შემცირდა, ხოლო მოგების მარჟა 44%-ით დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Tesla-ს აღმასვლა არა ფინანსური შედეგებით, არამედ სამომავლო მოლოდინებით არის განპირობებული. აღმასვლის მთავარი მიზეზი რობოტაქსის პროექტია, რომლის გამოცდა კალიფორნიის შტატში აქტიურად იწყება და ამის შემდეგ ის მთელი ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება. ინვესტორები ფიქრობენ, რომ რობოტაქსის და ავტოპილოტის სერვისი იმდენად მოთხოვნად იქნება, რომ Tesla ამჟამინდელზე გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს. Tesla-ს აქციების რეკორდული ზრდის ფონზე Elon Musk-ის ქონების შეფასებამ წელს $750 მილიარდ მიაღწია, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. წელს ცნობილი გახდა, რომ 2026 წლის ბოლოსათვის კოსმოსური ინდუსტრიის ლიდერი SpaceX-ი საფონდო ბირჟაზე დებიუტს გეგმავს. შეფასებასთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობებია, თუმცა IPO-ს მოლოდინი $560 მილიარდიდან $1 ტრილიონი ფარგლებშია, რაც მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილ კერძო საინვესტიციო რაუნდებზე და სტარტაპის ფინანსურ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუ კი Elon Musk-ის სტარტაპი მართლაც შეძლებს 2026 წელს IPO-ზე გასვლას, სავარაუდოდ მისი ქონების შეფასება დრამატულად გაიზრდება, რადგან SpaceX-ი ფართო საზოგადოებისათვის გახდება ხელმისაწვდომი და მეტი ინვესტიციის მოზიდვასაც შეძლებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ თარიღს სტარტაპი არ ასახელებს და თუ 2026 წელს მსოფლიოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ იქნება, მაშინ SpaceX-ის საჯარო დებიუტი სავარაუდოდ გადაიდება. ილონ მასკი მორიგ ამბიციურ პროექტს აანონსებს. როგორც ტესლას ხელმძღვანელი აცხადებს, კომპანია რობოტების არმიის შექმნას გეგმავს, რომელიც მილიონ ოპტიმუსს გააერთიანებს. მასკის თქმით, ჰუმანოიდი რობოტების არმია მსოფლიოს მასშტაბით პროდუქტიულობას ახალ ეპოქაში გადაიყვანს, რადგანაც ტესლას მიერ შექმნილ ოპტიმუსს ნებისმიერ ადამიანზე უფრო ეფექტიანად, სწრაფად და უწყვეტად შეეძლება მუშაობა, რაც ქარხნებში, საწარმოებსა და საწყობებში ნამდვილ რევოლუციას მოახდენს. როგორც ტესლას დირექტორი ამბობს, ოპტიმუსს 5-ჯერ მაღალი ეფექტიანობის მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი რობოტი მინიმუმ 5 ადამიანის ეკვივალენტი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ მილიონიანი არმიის შექმნასთან დაკავშირებით კომპანიას ზუსტი გეგმები არ წარმოუდგენია და არც ის ვიცით, როდის შეიძლება ვიხილოთ კომერციული დანიშნულების ოპტიმუსები. ერთადერთი, რასაც ტესლას ხელმძღვანელობა აცხადებს, არის ის, რომ კომპანია რობოტების სერიული წარმოების დაწყებას 2026 წლიდან აპირებს. მილიარდერი მეწარმე ჯეკ მა ალიბაბაში დაბრუნდა. კამპუსში მისი გამოჩენა არ ყოფილა არც ხმაურიანი და არც საჯაროდ ტირაჟირებული, უფრო მეტიც ბლუმბერგის ინფორმაციით, მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ალიბაბას თანამშრომლებსაც კი არ ჰქონდათ. მართალია, ერთ დროს ჯეკმა ალიბაბას კამპუსში ცხოვრობდა და კომპანია მის გარეშე არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებდა, თუმცა მთავრობასთან დაპირისპირების შემდეგ ჩინელ ინოვატორს საკუთარი კომპანიის მიტოვება, დირექტორის თანამდებობის დათმობა და ქვეყნიდან გადასვლაც კი მოუწია. როგორც ჩანს, ჯეკმა მმართველი კომუნისტური პარტიის წინაშე ცოდვები მოინანია და ახლა უკვე მას თავისი საყვარელი საქმის კეთების უფლება აქვს, რაც ალიბაბას განვითარებას გულისხმობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯეკმა 100%-ით კონცენტრირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და ალიბაბას მიერ AI პროექტებში 53 მილიარდის დაბანდება სწორედ მის მიერ იყო შთაგონებული. ამჟამად ჯეკმას საქმიანობასთან დაკავშირებით დეტალები უცნობია. ასევე არ ვიცით თუ რა როლს იკავებს იგი, რადგან აღმასრულებელ რგოლში ყოფნა მას დე-ფაქტო შეზღუდული აქვს. მიუხედავად ამისა, ის მაინც რჩება კომპანიის უმსხვილეს აქციონერად და გადაწყვეტილების მიმღებ პირად ინვესტორთა საბჭოში. ბუნებრივია, ჯეკმას დაბრუნების სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ამ ადამიანის გარეშე არც ალიბაბა იარსებებდა და არც თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკა, რომლის განვითარებაში ლომის წვლილი სწორედ მას მიუძღვის. კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა ახალი თაობის გასაშლელი smartphone წარადგინა, რომელიც 3-ჯერ იკეცება. Galaxy Z Trifold ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც 2 დამოუკიდებელი საყრდენი მექანიზმის, 3 ბატარეის და 4 ეკრანის მოდულისაგან შედგება. 3-ჯერ დაკეცვის ფუნქციონალი smartphone-ის პრაქტიკულობას აუმჯობესებს და მას გაშლილ მდგომარეობაში 10 ინჩიან ეკრანს აძლევს, რაც სტანდარტული ტაბლეტის ან iPad-ის ზომაა. დაკეცილ მდგომარეობაში წინა ეკრანი 6.5 ინჩიანია და ის ჩვეულებრივ smartphones გავს, თუმცა გაშლილ მდგომარეობაში smartphone-ის სისქე სულ რაღაც 3.9 მმ შეადგენს, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თხელ მობილურ მოწყობილობად აქცევს. გასაოცარ მოქნილობასთან ერთად Z Trifold Snapdragon 8 Elite-ის პროცესორს, 200 მეგაპიქსელიან კამერას, 45 ვატიან დამუხტვის შესაძლებლობას და 5600 მილიამპერიან ბატარეას შეიცავს. როგორც Samsung-ის განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის smartphone იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც ერთდროულად სურთ smartphone-ის, ტაბლეტის და მსუბუქი ლეპტოპის ქონა, თუმცა სამივე ნივთის ყველგან ტარება არ უნდათ. აქვე ლეპტოპი ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან უსადენო კლავიატურის და მაუსის დაკავშირების შემდეგ Z Trifold მცირე ზომის ნოუთბუქად ტრანსფორმირდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მოწყობილობის სამიზნე აუდიტორიისთვის. ფასრად შეეხება Z Trifold-ის ღირებულება სავარაუდოდ $2500-დან დაიწყება, რაც მას ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირად ღირებულ smartphone-ად აქცევს. Samsung-ის 3-ჯერ დასაკეცის smartphone იმდენად ძვირი იქნება, რომ მის სანაცვლოდ შეგიძლიათ MacBook Pro და iPhone 17 Pro ერთად შეიძინოთ, ან 2 ცალი Galaxy S25 Ultra, ან gaming კომპიუტერი, ან თუნდაც ძველი ავტომობილი იყიდოთ.
Google-მა XR/AR მოწყობილობების ბაზარზე შესვლა 2026 წელს ახალი AI სათვალის გამოშვებით გადაწყვიტა. Როგორც ცნობილია, ახალი სათვალე Android XR სისტემით და Gemini AI-ით იქნება აღჭურვილი, რაც მას Ray-Ban Meta AI-ის კონკურენტად აქცევს. Google-ის ინფორმაციით AI სათვალეს არ ექნება ეკრანი და მასთან კომუნიკაციას მომხმარებელი ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით შეძლებს. შესაბამისად, სათვალეს ექნება ბატარეა, პროცესორი, კამერა, დინამიკი და მიკროფონი, ისევე როგორც ზემოხსენებულ Ray-Ban Meta-ს. სამომავლო პერსპექტივაში Google-ს ეკრანის მქონე სათვალის გამოშვებაც აქვს დაგეგმილი, თუმცა მას სავარაუდოდ 2028 წლამდე ვერ ვიხილავთ. 2025 წელს არაბულმა საინვესტიციო კონსორციუმმა 55 მილიარდ დოლარად ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანია EA სრულად შეისყიდა. Electronic Arts-ის აქციები საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა და კომპანია კერძო საკუთრებაში გადავიდა, რომელსაც Saudi Arabia Public Investment Fund-ი, Silver Lake-ი და Jared Kushner-თან დაკავშირებული Affinity Partners-ი განკარგავენ. 55 მილიარდიანი შესყიდვა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში დაფიქსირებული რიგით მეორე ყველაზე მსხვილი გარიგებაა, რომელსაც მხოლოდ Microsoft-ის და Activision Blizzard-ის 70 მილიარდიანი კონტრაქტი უსწრებს. Როგორც EA-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, კერძო საკუთრებაში გადასვლით კომპანიას მოეხსნება ის ანგარიშვალდებულება და ზეწოლა, რომელიც საფონდო ბირჟაზე არსებობასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ კრეატიული სტუდია უფრო მშვიდად შეძლებს მრავალწლიანი სტრატეგიული პროექტების განხორციელებას და ისეთი თამაშების შექმნას, რომელთა წარმოება 1-2 წელიწადში უბრალოდ შეუძლებელია. თავად ინვესტორთა ინტერესიც მარტივად გასაგებია. საუდის არაბეთს ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიცირება სურს და Electronic Arts-ი უდიდესი პოტენციალის მქონე კომპანიაა, რადგან საკულტო თამაშებთან ერთად ის ფასდაუდებელ ინტელექტუალურ საკუთრებას და პორტფელს ფლობს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ვიდეო თამაშების, ასევე ფილმების, სერიალების, ანიმაციური ფილმების, თემატური პარკების და სათამაშოების წარმოების მიზნით. EA-ის პორტფელში არაერთ პოპულარულ ვიდეო თამაშს შეხვდებით. მათ შორისაა Battlefield-ი, FIFA, FC, F1, Sims-ი, Need for Speed-ი, Apex Legends-ი, Star Wars-ი და ასევე Mass Effect-ი. GTA 6-ის გამოსვლის თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწია. Take-Two Interactive-ის მეორე კვარტალის საბოლოო შედეგების ანგარიშში კომპანია დეტალურად საუბრობდა მისი საკალათბურთო ფრენჩაიზის NBA 2026-ის გამორჩეულ გაყიდვებზე და Borderlands 4-ის დადებით შეფასებაზე, თუმცა დოკუმენტის ბოლოს ნახსენები იყო, რომ თამაშის გამოსვლის თარიღი, საუბარია GTA 6-ზე, რომლის ირგვლივაც მოლოდინი ყველაზე ძრაფრად არის გაჯერებული, გულშემატკივრებს შორის კიდევ ერთხელ გადაიდო. საუბარია Grand Theft Auto 6-ზე, ანუ თამაშზე, რომელსაც ბევრი ინდუსტრიის ექსპერტი ყველა დროის ყველაზე დიდი გართობის პროექტის სტატუსს ანიჭებს. უკვე 12 წელი გავიდა GTA 5-ის გამოშვებიდან და დღემდე ყველა დროის ყველაზე გაყიდვად თამაშებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მხოლოდ Minecraft ჩამორჩება. ის თავდაპირველად გამოვიდა PlayStation 3-სა და Xbox 360-ზე. შემდეგ გადავიდა შემდეგ თაობაზე 2025 წელს PK-ზე, ხოლო 3 წლის წინ PS5-ზე და Xbox Series X-ზე და S სისტემებზე. ამ პერიოდში თამაშმა მასშტაბური 220 მილიონზე მეტი ერთეულის გაყიდვა მოახერხა მთელ მსოფლიოში. ახალი გადადება თამაშის გამოსვლას მომავალი წლის გაზაფხულიდან გადახავს 2026 წლის საშობაო სეზონის შუაგულამდე. ფინანსური ანალიტიკოსების ვარაუდით, მე-6 ნაწილის ფასი $100 იქნება და გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოიხსნება. მოსალოდნელია, რომ Rockstar-ი თამაშის გაყიდვით $10 მილიარდამდე გამოიმუშავებს. ეს განთავსება თამაშს უშუალოდ ათავსებს ყველაზე აქტიურ სამომხმარებლო პერიოდში, ხოლო თან კონკურენციას უწევს Microsoft-ის კუთვნილ Activision-ს, რომლის წლიური Call of Duty-ის გამოცემაც ასევე 2026 წლის ამავე პერიოდში იხილავს დღის სინათლეს. აღსანიშნავია, რომ ბაზარმა უარყოფითად უპასუხა სიახლეს, ვინაიდან Take-Two Interactive-ის აქციების თითქმის 1%-იანი ვარდნავი ხილეთ ფასმა $2 იკლო და დაახლოებით $252-მდე შემცირდა. ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია ByteDance-მა, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ს ფლობს, ოფიციალურად მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელიც ამერიკაში ახალი ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. საუბარია გარიგებაზე, რომლის ფარგლებშიც შტატებში ჩინური პლატფორმის ანალოგი შეიქმნება და ის მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ხელშეკრულების ხელმოწერით ByteDance-მა თავიდან აირიდა დონალდ ტრამპის მიერ
TikTok-ის დაბლოკვის მუქარა, რაც გარიგების ჩასვლის შემთხვევაში ამ კვირის ბოლომდე ამოქმედდებოდა. არსებული ინფორმაციით, ერთობლივი კომპანიის კაპიტალიზაცია ამჟამად $14 მილიარდ შეადგენს და მასში ჩინურ ByteDance მხოლოდ 19.9%-იანი წილი ექნება. რაც შეეხება ამერიკელ და საერთაშორისო ინვესტორებს, მათი წილი 80% და ცოტათი მეტი იქნება. საუბარია მონაცემთა ცენტრების ამერიკულ გიგანტ Oracle-ზე, ასევე Silver Lake-ზე და აბუ-დაბიში დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანია MGX-ზე. TikTok-ის ამერიკული ვერსია სწორედ ლარი ელისონის დატა ცენტრების მეშვეობით ფუნქციონირებს. არსებული ინფორმაციით, სოციალური მედიის ამერიკული პლატფორმა ოფიციალურად 2026 წლის 22 იანვრამდე გაეშვება და ის TikTok-ის საერთაშორისო სისტემას სრულად ჩაეხსნება. ამ გარიგებით ოფიციალურად სრულდება ის მრავალწლიანი დაპირისპირება, რაც ამერიკის ხელისუფლებასა და სოციალური მედიის უმსხვილეს ჩინურ პლატფორმას შორის უსაფრთხოების რისკების გამო დაიწყო. როგორც ცნობილია, TikTok-ის გაუქმების იდეა პირველად დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადისას გააჟღერა, თუმცა დემოკრატების გამარჯვების შემდეგ საკითხი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაიბარა. არსებობდა მოლოდინი, რომ TikTok-ი 2025 წლის იანვარში ოფიციალურად შეჩერდებოდა, რადგან შესაბამისი დადგენილება დონალდ ტრამპის წინამორბედის ჯო ბაიდენის მიერ იყო ხელმოწერილი, თუმცა არჩევნებში ხელახლა გამარჯვების შემდეგ ტრამპმა დაანონსა, რომ სოციალური მედიის პლატფორმის შემქმნელ კომპანიასთან მოლაპარაკებებს გამართავდა და უზრუნველყოფდა, რომ ის შტატებში დარჩენილიყო. Jaguar Land Rover Group-მა თანამდებობიდან გაათავისუფლა გერი მაკგოვერნი, რომელიც ავტომწარმოებელი კონგლომერატის მთავარი კრეატიული ოფიცერი და წამყვანი დიზაინერი იყო. მაკგოვერნს ბრიტანულ ბრენდში 20 წელიწადზე მეტი აქვს გატარებული და JLR-ის კრეატიულ მიმართულებას ის 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა, რაც ზუსტად ემთხვევა Jaguar-ის დაღმასვლის პერიოდს. მართალია, წლების განმავლობაში მაკგოვერნს არაერთი გამორჩეული ავტომობილი შეუქმნია, მათ შორის თითქმის ყველა თანამედროვე Land Rover-ი და არაერთი Jaguar-ი, თუმცა ერთმა შეცდომამ, როგორც ჩანს, მისი კარიერა და რეპუტაცია შეიწირა. ეს შეცდომა Jaguar-ის რებრენდინგი და მის შედეგად შექმნილი კონცეპტუალური ავტომობილი Type 00-ა, რომელიც გლობალურ სენსაციად და წლის ყველაზე მწვავედ გაკრიტიკებულ ავტომობილად იქცა. ამ ულტრამდიდრულ ელექტრომობილს Jaguar-ის ცხოვრებაში ახალი ეპოქა უნდა დაეწყო, თუმცა ერთადერთი რაც მან რეალურად შეძლო, ეს 90 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის გაპარტახება იყო. Type 00 იმდენად წარუმატებელი და საზოგადოების მიერ ნეგატიურად მიღებული პროექტი აღმოჩნდა, რომ JLR-მა მაკგოვერნის ფასდაუდებელი ღვაწლი დაივიწყა და ბრიტანელი დიზაინერის სამსახურიდან გაუშვა. Amazonis დამფუძნებელი და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმე ჯეფ ბეზოსი ფიქრობს, რომ AI ინდუსტრია სპეკულაციურ ბუშტს წარმოადგენს. მილიარდერმა საჯარო გამოსვლისას თქვა, რომ ის რაც დღეს ხდება 90-იანი წლების სპეკულაციურ მანიას ჰგავს, როცა ინვესტორები ყველაფერს აფინანსებდნენ, რაც ტექნოლოგიებთან ან ინტერნეტთან იყო დაკავშირებული. ცხადია, ტექნოლოგია და ინტერნეტი განვითარდა, თუმცა სპეკულატორმა ინვესტორებმა დიდი თანხები დაკარგეს, რადგან .com-ის სახელით ცნობილი ბუშტი გასყდა და საფონდო ბირჟიდან რამდენიმე ტრილიონის კაპიტალიც გაქრა. ბეზოსი ფიქრობს, რომ დღეს ინვესტორებმა არ იციან, თუ რაში უნდა ჩადონ ფული და რომელი სტარტაპი შეძლებს წარმატების მიღწევას. ამიტომ ისინი ყველა იმ კომპანიას და იდეას აფინანსებენ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული. Amazonis დამფუძნებლის აზრით, AI სტარტაპების უმეტესობა კრახისთვისაა განწირული და ეს სპეკულაციური ბუშტი აუცილებლად დააზარალებს იმ ინვესტორებს, რომლებიც ყველაფერს გაუთვითცნობიერებლად აკეთებენ და კომპანიებს მხოლოდ AI-ის გამო აფინანსებენ. ნეგატიური კომენტარების მიუხედავად, ბეზოსი თვლის, რომ AI საუკუნის მთავარი ინოვაციაა და ის ყველაფერს შეცვლის, თუმცა ზუსტად რომელი სტარტაპები შეძლებენ წარმატების მიღწევას, ამის წინასწარ განჭვრეტა მისი აზრით შეუძლებელია. ბეზოსი იმასაც ამბობს, რომ Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მრავალი მილიარდის დახარჯვას აპირებს, რადგან კომპანია, რომელიც AI რევოლუციას ფეხს ვერ აუბამს, ისევე გაქრება, როგორც ყველა ის კომპანია, რომელმაც ერთ დროს ინტერნეტთან ადაპტირება ვერ შეძლო. Აი ასეთი იყო 2025 წელი ტექნოლოგიური ინდუსტრიისათვის. ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ სასაუბროდ უკვე 2026 წლის იანვრიდან დაგიბრუნდებით.